დიახ, როგორც ხედავთ, პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. პროტესტი ანუ შიდა ეროვნულ დონეზე წნეხი ქართულ ოცნებაზე და გარე საერთაშორისო პარტნიორების წნეხი ქართულ ოცნებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შედეგს მივახციოთ. რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ დღეს გაავრცელა თავისი განცხადება, სადაც საერთოდ არ გამოხატავენ წუხილს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახასიათებს დიქტატორულ რეჟიმებს და ქართული ოცნება როგორც დიქტატორული რეჟიმი უკვე ჩამოყალიბდა და იმის ნაცვლად, რომ მათ ადამიანის უფლებები დაიცვან და საკუთარი ხალხის ინტერესები დაიცვან, ისინი იცავენ თავიანთ ვიწრო პარტიულ ქართული ოცნების ინტერესებს, რომ ისინი მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და უზურპირება გაუკეთონ ხელისუფლებას, ისევე როგორც აი ახლა 26 ოქტომბრის შემდეგ გააყალბეს არჩევნები და არალეგიტიმური პარლამენტი, ანუ პირთა ჯგუფი, ქართული ოცნების პირთა ჯგუფი მართავს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და სხვაგვარად რო ვთქვათ, მათ კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინეს. ამიტომ აი ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ პროტესტის ყოველდღიური პერმანენტული არსებობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ქართული ოცნება არის მძიმე მდგომარეობაში, ის ასე ვთქვათ, რყევებს განიცდის და სწორედ ამას განაპირობებს და აქეთ ჩანს ის, რომ აი ასეთ სრულიად უსაფუძვლო უშინაარსო, მეცაც ვიტყოდი, რუსული კალკიდან გადმოღებულ გადაწყვეტილებებს და რაღაცა განცხადებებს, ასე ვთქვათ, თავაზობენ ჩვენს საზოგადოებას. და აი ის საკითხი, რომ სწორედ დაინიცირდება აქტი და მოწოდება იქნება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს აი ამ არალეგიტიმური ქართული ოცნების ხელისუფლების აღიარება, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის მოთხოვნა და სწორედ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ანგარიშს უწევენ ქართველი ხალხის მოთხოვნებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაინიშნოს სწორედ ახალი არჩევნები და ლეგიტიმური ხელისუფლება იყოს ქვეყანაში, რომ ქვეყნის განვითარება, ევროპული განვითარება, ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და ჩვენ არ მოვექცეთ რუსული მმართველობის ქვეშ. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა და ხალხს განვუმარტო, რომ ჩვენთვის მშვიდობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიები სწორედ ევროპაშია, სწორედ ამერიკასთან პარტნიორობაშია, ძლიერ სახელმწიფოებთან პარტნიორობაშია და ეს ვერ იქნება თანამედროვე მსოფლიოში, ასეთი დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა რუსეთთან ურთიერთობით. ამიტომ აუცილებელია, რომ აი ეს ზეწოლა, ასე ვთქვათ, წნეხი საგარეო ურთიერთობებში გაძლიერდეს, რომ ჩაინიშნოს აქ არჩევნები და განთავისუფლდეს რეჟიმის პატიმრები. ეს არ უნდა გამოგხდეს, ჩვენ რეჟიმის პატიმრებს რა თქმა უნდა თანავუგრძნობთ და ისინი არასდროს დაგვავიწყდება და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ისინი არ განთავისუფლებიან ასევე. ძალიან დიდი